და თუ კი დაიღალეთ გასართობად მოიცალეთ გინდა მხიარული ამბები აქ ყველაფერია ხდება რაც ხდება და რაც არ ხდება ნახეთ უცნაური ზღაპრები მოწყენილი მდიდრები და ბედნიერი ღარიბები მოკლედ მიტაგრძელი უვაში შუბის თავი მეზობლების ნობები და არიფები ყველა ცხოვრობს ქერის უბანში Kalbato dodoteitas gaomaĝos. Eci raŭgi da ჭებედეთას მეწავარ. ერთი არაყი, ორი თევზის კონსერვი და ეს რა არის თო? დაგაყაჭაღეს kalbato dodoteiта? უარესი ჩემოსუხო, უარესი. ნახე სალგარბის დოლარი. თერი ნავაჭრი ფული რაც ლარი მქონდა წავიღე ამ დილით ოპტავოში და ისია გაზიურებული პროდუქტები რომ ვერაფერი ვერ ვიყიდე. ხომ ხედავთ შიშველი თარუები დამრჩა მარტო. ეს ხვეთეშურის ელემენტ თარუები. რა თქვი? არაფერი. ძალიან გიხდება შიშველი თარუები მეთქი. ძალიან. ერთი ბოთლი არაყიც არ გაქვსო? კი, როგორ არა? 50 ლარი. 50 ლარი რა ბავია თო. არაყია თუ შანელი ნომერი 5 ჭებედეთას მეწავ. კაი ჯადაბას ჩაწერე ნისია და დამითვალე სულ რამდენი მაქვს ვალი რა. შენ ნისია ქონდა 500 ლარი. ანუ მაშინდელი კურსით 300 დოლარი. მაგრამ ახლანდელი კურსით ეს 300 დოლარი არის 650 ლარი და შენი ვალი ყოველ დღე იზრდება ჩემოსუხო. სულ რო არაფერი იყიდო მაინც. ვა, რა მაგარია. შენ მათემატიკა ბენზინა ხო არ გასწავლა, kalbato dodoteiта. კაი ჯადაბას მომეცი ეგერთი არაყი და თუ გიდაც მედა პროფილს ხარწე დაგიფიცებ ჭებედეთას მეწავა რო უეჭველი მოგიტარა. აუ, მეც დამაფიცებინე და მეც მოვიტან რა. ეხლა დოდოტეიტა, რეკე ეგ ბოთლი ნისიათ რა და ეგ არის. ბეთე სოსო ეხლა შეჭიქები გაჭითე და მე რამე მისაყოლებას ვიჭალიჭებ რა. სუხო რესეკეთებ. ეს არაყი 2 წლის გვეყოფოდა და შენ მესამე მოიყვანე? რესეკეთებ რა, არა პოლიტიკური დარი მიიღო. რა მესამე შენ ხო არ გაჟრიალა ჭებედეთას მეწავა. ცოტა თვინი გაარყიე თო. მიხვდი რა, გენიოსი რო ხელს უსხვა მაინც. ეს კეთემი მისაყოლებელია ხო? მიშველეთ მამალი მომპარეს ხა? ვა, მამალი პატროს ესე დამსგავსებოდეს, მე ჯერ არ მინახავ ჭებედეთას მეწავა თო. Рассадкоро криминалот აქ. Тоже мне бодокია. არაფერი თო მარტო დაეხეტებოდა ეზოში მშიარ მწყურვალი და ვიფიქრე დავპატიჟებ ხო თო. მე მარტო ამენდებადია. პირადად. ხოდა როცა გაბარებ ეხლა სადაც საჭიროა, მე რეაგე პასუხი. Все строгости закона მევიყო. ნახდება რა ამბავია? რა ადეკვატური ხმაურია რაღაც, ნახდი. ახლა მე მოგახსენებ ბატონო ირაკლი. ამ ბოროტ მოქმედმა მოქალაქე ბესელიეს კერძო საკუთრება მოიბარა. დამნეშები ადეკვატურად მოათავსეთ საბატონოში. ახლა დაგანი. გამოადგი ახლა ბექი და გირჩემია, ყველაფერი აღიარო. რა ვაღიარო, ჭებედეთას მეწავა რე. არ მომიპარავს თვითონ გამოვყვა საკუთარი ნებით თო. თუ არ ჯერა კითხე. ესეც მე ვარ. დამიიღანე ეგ თანამშრომელი და ერთად ჩაკეტეთ საკანში. მოათავსეთ დაატვრის საკეთ და ადეკვატურად ჩარდი ჩიგი. ვიზიტე დიდი მენდემა ბადენ ბიზნეს. ალფა პლუს ბეტა გაბრალებული აღმაფრენის ლოგარითმზე შეფარდებული ეპსილონ კვადრატული ფესვებთან გელვიდან სინუს 9 წელს პლუს 1 უდრის უსასრულობას. ვა, მიშა, შენ აქ ხარ თო? ვაი რომ აქ ვარ. შენ თუ დაგიჭირეს რა დაშორკე მაგრამ. ეს მამალი მოვიპარე რა. რა მექნება? აბლარის დაწების გამო საჭმელი ისია გაზურებული. ზაკუსკის გარეშე ხო არ დავჭებოდი თო? მე სწორედ ლარის გამო ვარ აქ. გაზაფხულის ნარნარი დღე იყო.
მარტო მივდიოდი ქუჩაში. უცებ ქარი ამოვარდ. ვხედავ გაზეთი მოფრინავს. შევიფყარი, გადავხედე და გავქვავდი. ლარის კურსი დაცემულიყო. ნამეტნავად? ვაი რო ნამეტნავად. მერე? ის დღე და ის ღამე დოდარ ხადურის სამინისტროსთან გავატარე. გადავწყვიტე მისთვის ლარის გადარჩენის გეგმა შემეთავაზებინა. როგორ იყვირა ხადურმა? ჩემი ლარის ბედი ვიღაც ნაპრეზიდენტალ გის უნდა ჩაუბარო? ვერ მოითმინე და სილამტკიცე. ვახშე გელათვალე ბიძია ბაბუა. მეც ეგრე ვიზავდი ჩემი ბაბუას მიწავა. ჯიბის სასამართლომ 9 წელი მომისაჯა. აუ ეს 9 წელი შენ იმენა ცუდას გაქვს დაცდილი რა. რა საპირე პეღლატო? მიბოძეთ ეს ბუნების შენებერთ მიბოძეთ. არ დაკლა რა ბიძია ბაბუა, ეგ მამალი ჩემი მოწმეა დო. აბა როგორ გეკადრებათ? აი ეს არის ნამდვილი სრულყოფილება. მე გადავწყვიტე ავაგო ცალფრენი. ჩვენ რაღაც ავიჭრებით ცაში და გავფრინდებით. იქ, სადაც ამათი ხელი ვერ მოგწდება. შეფრენას არ ეშვები, ხო? ახედა როგორ უნდა გავფრინდეთო? ნუ ეხლა რეალურად განსაკუთრებული გვირაბი თითქმის დამთავრებული მაქვს. ცალფრენის საბოლოო ფორმულების გამოყვანა დამრჩა და ეგ არის. რა ფორმულები? ჩემი დედას მიწავ. ჯერ გავიქცე და ფორმულები მერე დავასრულო. და ეხლა რას უთრაფები ხართ ეს ახალგაზრდები რა? კარგი, მომყევი გვირაბში. მოდი. აბა მითხარი, ვიხარ შენ? პრეზიდენტი ვარ მე, პრეზიდენტი. აბი გლუკოზა. პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ სტაბილური, მბრძანებელო. წამობრძანდით, იქით უფრო სერიოზული პაციენტი გველოდება. ხადური. ხადურს გაუგზავნეთ იგივე მკურნალობა. ანუ ისევ ბროწეული სოყნები? კარგი, მბრძანებელო. სინათლეს ხედავთ, ავშედით! რა კარგი ხარ თავისუფლებო. ამას ვისხედავ. ეს რა სიურპრიზი გამიკეთეთ, მეგობრებო? ვაიმე? გამისკდა ეს სათუთი გული. რა გინდათ აქ? რა გვიდა და ცალფრენი უნდა ავაღოთ, უნდა გავფრინდეთ. უი, მბრძანებელო, ესენი ჩვენი პაციენტები ყოფილან. ძალიანაც კარგი, დარჩი ჩვენთან. გიშდები ორიგინალურ იდეებზე. ყველა პირობა შეგიქმნით. ჩემ ხალხსაც დაგახმართ. იმუშავეთ, დაისვენეთ, იფრინეთ, აშანტე. გამაგიჟე ბიძია ბაბუა, რა უნდა კალპასტო? რა უნდა კალპასტო? როცა მთელი გათვლები ინტუიციისა და თავისუფლების იფსილონ სისტემაში გავაკეთეთო. თქვენი პრაგმატული აზროვნება ამჯერად მიუღებლად მიმაჩნია ყმაწვილო. ჩვენ ასე ვერც გავფრინდები და ვერც ლარს გადავარჩეთ. რა უბედურება ეხლა? ვერა და ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ ინფლაცია არის ვერტიკალური და თანაც მცოცავი, ხო? ესენი მე მგონი მართლა აპირებენ გაფრენას და თუ გაფრინდნენ, მე მეყოლე ვარდივით. მოიცა? ანუ თქვენც გჯერათ? აბათი წაში აფრენის იდეის. აბა დააღეპირი და თქვია? დააღეპირი. პრინციპში მართალი ხარ, რა უნდა ადამიანს, საში? როდის იყო ურემი და ფრინავდა, შევირე ესეთი კაცო. შეხედი მართლა მიფრინდება კაცო. მან არ შეიძლება აფრენა, არ შეიძლება აფრენა მან კაცო. როგორ შეიძლება მან დაფრენა? აი, ხომ გეუბნებოდი გაფრინდებიან მეთქი. ახლა შენ გააღეპირი და თქვი, შენ გასწუგიანო ბებელა შენ. დააკავით. არ გავუშვათ კაცო, არ გავუშვათ. არ გავუშვათ, გააკავით კაცო. სად მიდიხართ, სად მიფრინავთ? ჩამოდით ახლა მიწაზე. ფრინველი ვარ და მე ვერ დავფრინავ. თქვენ რა გინდათ წაში? ჩამოდით, ჭამეთ და ადით ისე. წადე რა კვერცხი დადე დაიძირე შეუცნაურო ქათამო რა. ახშა ჩემი დედას მეწავათო.
შიგაწვის ენერგია მოუმატე ყმაწვილო, დავიჭრათ ღრუბლებში. და აბა მიდი, მოუმატე, მით. თუ კაი საქმეზე მიდიხართ, მეც წამიყვანეთ ხალხო. მეც წამიყვანეთ ხალხო, თუ კაი საქმეზე მიდიხართ. ჩემო ლარუნია,